გამარჯობათ, დღეს გვექნება სრული ვიდეო 26 Ultra Samsung-ი, ასევე შევადარებთ 17 Pro Max. ვიდეოს ბოლოს იქნება ფოტოები, ვიდეოები, ასევე მივობავ Drive-ის ლინკს, ვისაც გაინტერესებთ. ორიგინალ ხარისხში ჩამოტვირთავ და თქვენთან შეადარებთ, რომელი ჯობია. დავიწყებ ყველაზე უფუნქციო რაღაცით ჩემთვის. და ეს არის privacy display. არ ვიცი, არ ვიცი. მით უმეტეს ამასო ჩაუთავ, ალბათ 8 ბიტიდან ხდება 2 ბიტი ფერები, საშინელებაა რა და ეს ძალიან აპიარეს. ეხლა რაც შეეხება ტელეფონს რა. ალუმინია, ტიტანი ჯობდა, მაგრამ სადღაც ეპატიება, იმიტომ რომ არ ცხელდება. შეეძლოთ ცოტა ისე ეკნათო ტიტანი დაეტოვებინა და უკეთესი გაგრილება ქონოდა, მაგრამ ფული ხომ უნდა მოჟმოტონ და ეგ არის. ეკრანი გახდა ბევრად კარგი. საოცარი ეკრანი აქვს. ძალიან ლამაზი ფერებით. თავიდან ყველას გვეგონა 8 ბიტიანი M14 იყო, მაგრამ არა. არის M14 8 ბიტი 16 მილიონი ფერით და სიმულაცია 10 ბიტიანი ფერებით. ანუ პროგრამულად გააკეთეს. ამაზეც ეკონომია გააკეთეს, მაგრამ მაინც მაგარი ეკრანი. ასევე ეხლა მივაბავ 17 Pro Max ეკრანს, შეადარეთ თქვენთან. თითქმის იდენტურია, მაგრამ 10 ბიტი მაინც იგრძნობა. მწვანეში, ცოტა ყვითელში და ცოტა თეთრში, მაინც 17 Pro Max-ი ჯობია. ეხლა რაც შეეხება ელემენტს, 5000 დატოვეს, მაგრამ ბევრად კარგად ყოფნის, ვიდრე S25 Ultra-ს. ძალიან მაგარი ელემენტი აქვს, მე არ მოველოდი Samsung-ისგან ეგეთი ელემენტის გაკეთებას, მთლად 17 Pro Max-ამდე ვერ მიდის, მაგრამ S25 Ultra-ს ჯობია. ალბათ 10-15%. კითხვა ის თუ S25 Ultra-დან უნდა გადავიდეთ S26 Ultra-ზე, ჩემი პასუხი არის თუ ფული გადადი, თუ არა არ გადახვიდე, იმიტომ რომ ვერაფერ ისეთ განსხვავებას ვერ ნახავ. რაც შეეხება კამერას, კი ბატონო, ღამე უკეთესად იღებს, იმიტომ რომ 1.7 დიაფრაგმის მაგივრად გახდა 1.4 და შუქი მეტი შედის და ღამე უკეთეს კადრი გამოდის. დღე ვერ იტყვი, იმიტომ რომ დღე მეტი შუქი შედის და არ უნდა შედიოდეს. ამას ჯობდა ცვალებადი დიაფრაგმა გაეკეთებინათ, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და უკეთესად გადაიღებდა. რაც შეეხება კიდე გაუმჯობესებას, აქ არის ხმა, ორივე დინამიკი უკრავს თანაბრად, რაც იშვიათობაა. ვერ იტყვი iPhone-ი ჯობია ხმით თუ Samsung-ი, ყოველთვის ჯობდა Apple-ი ხმით, მაგრამ ეხლა ვერ იტყვი, იმიტომ საოცრად უკრავს ტელეფონი, უმაგრესი ხმა აქვს. კიდე ვიტყოდი იმას, რომ ყურსასმენს თუ შევადარებთ, არ უნდა შეადარო, იმიტომ რომ 1-10 თავით Apple-ი წინ არის. ყურსასმენში ცოტა ის არის 32 ბიტიდან 24-ზე ჩამოწია Samsung-მა, ყურსასმენს შევეშვათ და გავაგზავნოთ ტელეფონი. სინთეთიურ ტესტებში, რო შევადარებ, აგე გამოჩნდება, თქვენც ნახავთ. AnTuTu-შიც, Geekbench-შიც Samsung-ი ჯობია Apple-ს. ეხლა სინთეთიური ტესტების მე დიდად არ ამჯერა, იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში ვერაფერს ვერ შეატყობ. შეიძლება იქ პროცესორში, ეხლა multi-core-ში ჯობია, single-ში არ ჯობია. უმეტეს შემთხვევაში და უმეტეს სცენარში single core-ი გამოიყენება, მაგრამ ნახე რა ხდება, მანდ უკვე ოპტიმიზაციას თავის როლს თამაშობს, Apple-ისთვის ცალკე იწერება პროგრამები და თამაშები და კონკრეტულად Samsung-ისთვის ცალკე არ იწერება, იწერება Android-ისთვის. ასე რეალურ ცხოვრებაში ცოტა სხვა სცენარი იქნება და არ იქნება ის, რომ ახან სინთეთიურ ტესტში ჯობია, ყველა ვარიანტში ჯობია. რაც შეეხება სიჩქარეს, ესე რომ დადო და გახსნა რაღაცას ის უფრო ჩხარახსნის რაღაცას ის და ეგ მაიმუნობა ხო ხდები, ჩემს არაფერს მომცემი არა, იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში ვერ გაიგებ რა. პროცესორი უკეთესი გახდა,
კი ბატონო, ესე ალბათ 15-20% ჯობია. პროცესორის ხარჯზეც ელემენტიც უფრო კარგი გახდა, იმიტომ უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ასე რომ ცუდ ტელეფონს ნახდათ ვერ დავარქმევ, თეთრი ძალიან ლამაზია. მართალია ტიტანის შემდეგ ხელში მაინც ვერ აქვს ის, ანუ რაც უნდა იყოს, მაგრამ ეხლა უმეტესობისთვის ეგ პრობლემა არ იქნება, იმიტომ ყველას კეისში უდევს და გათხელდა, მჩატია, iPhone-ზე მჩატია, ხელში iPhone-ი იგრძნობა, რომ უფრო მძიმეა, ეს უფრო მჩატია და ხელში ბევრად კარგად ზის. მართალია შეღებილი, რომელიც ჰქონდა სხვა ფერი, ის უფრო სრიალა იყო, ეს მე არ მისრიალებს, მაგრამ ესეც სრიალა, კეისის გარეშე, რა ვიცი, ატარებთ მაინც. ასე რომ ვიტყოდი, რომ მშვენიერი ტელეფონი გამოუვიდათ, მით უმეტეს რაღაცა მინუსები, რომ ანტიბლიკი აღარ აქვს ისეთი, როგორიც ჰქონდა, რაღაც დონეზე დაუტოვეს. ISO ტიტანი აღარ არის, ნაკლებად ცხელდება, უკეთესი კამერა, უკეთესი ელემენტი, თან ბევრად უკეთესი, ასევე ჩქარა იტენება ძალიან. მაგასაც მნიშვნელობა კი, დიდად თვითონ არ გაიზარდა 60 ვატი ტენის, მაგრამ ამდენ ხანში 45 წუთში, 50 წუთში დაიტენა ბოლომდე. და ელემენტზე კიდევ ვიმეორებ, გაოცებული დავჭი, ნახდათ აველოდი Samsung-ისგან ეგეთ ელემენტს, ცალკე ეკრანმაც თავის როლი ითამაშა, ცალკე პროცესორმა და Samsung-ს აქვს იდეალური ოპტიმიზაცია. რაღაცა ხა ეს ჩინური რაღაცეები 7000 ელემენტით კი აჯობებს, მაგრამ ჯობნის ალბათ 10-15% და Samsung-ს 7000 ჰქონდეს, იმათ აჯობებს ალბათ 40%. ფოტო გადაღებას ყველაფერს ვიდეოები მიდევს, ნახავთ თქვენ თვითონ. ჩინელები ცოტა რაღაც თემაში ფოტო გადაღებაში წინ გაიქცნენ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ. ვიდეო გადაღებაში iPhone-ს ტელეფონი არჯობია და iPhone-ის შემდეგ არის Samsung-ი. გინდა პიქსელი თქვი, გინდა ჩინური ტელეფონები თქვი, ვერ იღებს ვიდეოს. დეტალურად ჩაუღმავდე, ვიდეო გადაღება როგორიც Apple-ს აქვს და როგორც Samsung-ს აქვს, ეგეთი არ აქვს. ნახეთ, გადმოწერეთ ამ ლინკზე, დრაივის ლინკზე, თქვენ თვითონ შეადარეთ რომელი ჯობია და დაწერეთ, რომელი უფრო მოგეწონათ, Samsung-ის გადაღებული ფოტო თუ ვიდეო, თუ iPhone-ის გადაღებული ფოტო თუ ვიდეო. თუ საინტერესო იყო, დააკომენტარეთ, მე მინდა 17 Ultra შევადაო Xiaomi-ის, არ ვიცი, უბრალოდ ვერ ვითხოვე, ვიდეოს ჩავწერე, მაგრამ არავინ არ მათხოვა და ესე ჩემი ფულით ყველა ტელეფონს ვერ ვიყიდი, თუ ვითხოვე, შედარებას გავაკეთე. S26 Ultra 4K 60 FPS. თქვენ შეადარეთ რომელი ჯობია. Pidmeti Pro Maxi 4K 60 FPS. S26 Ultra, ესეც 4K 60 FPS. iPhone 17 Pro Maxi 4K 60 FPS. მე S26 Ultra შევადაროთ ღამე iPhone-ს. ღამე მაგრა იღებს და გავტესტოთ. ღამის გადაღება. ეს 17 Pro Maxi ესეც გავტესტოთ ღამე როგორ იღებს. ამასაც დავდებ და თქვენ თვითონ შეადარეთ.